წავედი სტრასბურგში. ასე რომ მე არაფრის მომზადების შესაძლებლობა არ მქონდა. ბუნებრივია მე უნდა წავსულიყავი იქ და სწორედ იმისთვის რომ არ ყოფილიყო რაღაცა გაუგებარი ვითარება, შესაძლო არის ხო, იმიტომ რომ დაუშვათ ეს რატიფიკაციის ხელშეკრულების მხარდაჭერა არ ჩაებარებინა წინა ხელისუფლების პრეზიდენტს. იყო ამის საფრთხე რომ სააკაშვილის ჩაებარებინა? სააკაშვილი იყო იქ, ხო ნახეთ. ისე სააკაშვილის როლი თუ არის ამ რატიფიცირებაში? სააკაშვილის როლი რატიფიცირებაში? ანუ აი მთელ ამ გზაში რაც გავიარეთ და საბოლოოდ ხელშეკრულების გამოწერით. ხელშეკრულების თუ აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ვისაუბრებთ, შემიძლია გითხრათ რომ თვითონ ვითარება ბევრ კომპონენტში დააჩქარა არსებულმა გეოპოლიტიკამ, მაგრამ სააკაშვილი ხო ნახეთ რომ იქ იყო. კი, როგორ არა. და ახლა წარმოიდგინეთ სურათი რომ მარტო მარცალა მარგველაშვილთან შესახვედრად, ესეც მოვისმინეთ. ხო, ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, სააკაშვილის კომენტარები მაშინ არ მაინტერესებდა პრეზიდენტი რო იყო, მაგრამ წარმოიდგინეთ ვიზუალი, სადაც არის მხოლოდ სააკაშვილი, იმიტომ კი რომ სააკაშვილი უარყოფითია, დადებითია, უბრალოდ ცოტა აბსურდული ვითარება იქნებოდა, მარტო ყოფილი პრეზიდენტი რო იქნებოდა იქ და სხვა არავინ. შესაბამისად მე ჩემ თავი ვალდებულად ჩავთვალე, როდესაც არავინ არ მიდიოდა, რომ წავსულიყავი და იქ ყოფილიყავი. და ეს იყო ჩემი ვალდებულება, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოგვედგინა და მადლობა გვეთქვა ევროპარლამენტის დეპუტატებისათვის იმისთვის, რომ რატიფიკაცია მოახდინეს.